აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განახლებული შემადგენლობით მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა პირველი სხდომა გამართა. სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და დეპუტატებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. ლევან მგალობლიშვილმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობის უპირველეს პრიორიტეტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის ძალისხმევის გაძლიერება წარმოადგენს. მთავრობის წევრებმა სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამთავრობო პროგრამის განსახორციელებლად გასატარებელი ღონისძიებები. თავმჯდომარემ ბრძანება გასცა მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს აფხაზეთის მთავრობის, სამინისტროებისა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კიდევ უფრო მეტად კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა, დევნილი მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას, რომელზეც მყისიერი რეაგირება უნდა მოახდინოს თითოეულმა სამინისტრომ. განათლების და კულტურის მიმართულებით ჩვენი მხარდაჭერა განხორციელდება აფხაზეთის სკოლების, პედაგოგების და ახალგაზრდების მიმართულებით.